პროკურატურა კახეთის ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებული გიორგი ჭიღლაძის მიმართ 5,000 ლარიან გირაოს მოითხოვს. აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თელავის რაიონული სასამართლოს სავარაუდოდ ხვალიმს ჭერებს. ჭიღლაძე დროებითი მოთავსების იზოლატორში რჩება. პარალელურად გრძელდება მოწმეების გამოკითხვის პროცედურა. საქართველოს და მისი ოკუპირებული რეგიონი აფხაზეთი რუსებისთვის ყველაზე იაფ და პოპულარულ მიმართულებად რჩება. ამის შესახებ Business Press News-ის სასტუმროებისა და აპარტამენტების დაჯავშნის რუსულ ონლაინ სერვისზე დაყრდნობით წერს. მათი ინფორმაციით იანვრიდან ივნისის პერიოდში საქართველოში რუსების მიერ ღამის დაჯავშნის საშუალო ღირებულება $69. 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორი მე ვარ პაატა მანჯგალაძე ორგანიზების ნაწილში საერთოდ არ იყო. ბედნიერი ვარ, რომ ორგანიზატორი ვარ. განაცხადა 4 ოქტომბრის საქმეზე მჟავრდებულმა პაატა ბურჯულაძემ. სასამართლო პროცესი სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობს. ბურჯულაძეს 7 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. დიდ ბრიტანეთს ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს. ენდი ბერნები ბუკინგემის სასახლეში მეფე ჩარლზ მესამეს შეხვდა, რომელმაც მას ახალი მთავრობის ფორმირება დაავალა. ბერნებმა მეფის შეთავაზება მიიღო და ტრადიციული ცერემონიის შემდეგ თანამდებობა ოფიციალურად დაიკავა. მანამდე 2 წლის განმავლობაში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კիր სტარმერი